სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სოფლად პირველადი ჯანდაცვის რგოლის, სოფლის ექიმის ეფექტიანობის აუდიტი. პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. ის პასუხობს ჯანმრთელობის პრობლემებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს საზოგადოებაში, ხელს უწყობს დაავადებათა პრევენციას და ადრეულ გამოვლენას. სოფლის ექიმის პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე მის სისტემაში შემავალი სოციალური მომსახურების სააგენტო. აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2014 წელი, ასევე 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალი. აუდიტმა შეისწავლა პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო პერსონალის მიერ მოსახლეობისთვის პროდუქტიული მომსახურების გაწევის წინაპირობების არსებობა, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სოფლის ექიმის ინტეგრირების საკითხები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების ხელმისაწვდომობას აბრკოლებს შემდეგი ფაქტორები. სოფლის ექიმების დემოგრაფიული განაწილების კრიტერიუმი დადგენილი არ არის. საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის განაწილება ზღვარს აღემატება 47 ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ექიმებს 2500-ზე მეტი მოსახლის მომსახურება უწევთ. პროგრამის ფარგლებში 10,000-ზე მეტი ადამიანი ნაწილობრივ ექთნის სახით იღებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ექიმების დატვირთვა, მიღებული პაციენტების რაოდენობა, რომელიც ექიმის პროდუქტიულობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს ტერიტორიული ერთეულები, სადაც თანაბარ პირობებში დასაქმებულ ორ ექიმს მნიშვნელოვნად განსხვავებული დატვირთვა აქვს. აღნიშნულის მიზეზები კი შემდეგია. ექიმების სულ ცოტა 20% სხვა სამსახურში შეთავსებით მუშაობს. ამავდროულად არ არსებობს სამუშაო განრიგი და პროგრამის განმახორციელებლის მიერ არ ხდება სამედიცინო პერსონალის მონიტორინგი. შედეგად, ხშირად ექიმები მათთვის სასურველ დროს დადიან მომსახურების გაწევის ადგილებში. სააგენტოს მიერ ექიმებისგან მომსახურების შესყიდვა ხდება გამარტივებულად, სახელმწიფო შესყიდვებით დადგენილი წესით. შედეგად, სააგენტოს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი გამოაცხადოს ვაკანსია სოფლის ექიმის კანდიდატურაზე და შეარჩიოს კანდიდატურა, რომელიც უპირატესად სოფლის ექიმის მოვალეობას შეასრულებს და არ იქნება დასაქმებული სხვა დაწესებულებაში. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება არ ემყარება მათი მოტივაციის ამაღლებას. ანაზღაურება არ განისაზღვრება არც მიღებული პაციენტების რაოდენობით და არც კარგად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ამასთან ექიმის მიერ საკუთარი ჯიბიდან გაწეული ხარჯები, ისეთი როგორიცაა სოფლებს შორის ტრანსპორტირება და მედიკამენტების ჩანთის განახლება, მიღებული პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ექიმის სტიმულზე მიიღოს ბევრი პაციენტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის პროგრამაში სოფლის ექიმი არასაკმარისადაა ჩართული და პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებულ ორ პროგრამას შორის კოორდინაცია სუსტია. სოფლის ექიმის პროგრამის მიზანი პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უტილიზაციის გაზრდაა. აუდიტის შედეგად კი გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ სამედიცინო პერსონალის ანგარიშის კონსოლიდაცია და ანალიზი არ ხდება. შესაბამისად, პროგრამას არ აქვს შეფასების მექანიზმები. აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული პრობლემების შემცირებას და სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.